უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ექიმი ვარ და მინდა ველაპარაკო ჯანდაცვაზე. ძირითადად როგორი ჯანდაცვა მინდა რომ იყოს საქართველოში. ჯანდაცვა არის ადამიანების საქმიანობის ძალიან რთული სფერო, იმიტომ რომ მისი ძირითადი მიზეზი ჯანდაცვა და მედიცინა იმიტომ წარმოიქმნა საერთოდ დედამიწაზე, რომ მისი ძირითადი ვალი არის ადამიანების სამედიცინო პრობლემების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, მაგრამ ჯანდაცვამ ეს რო შეძლოს, მედიცინამ და ჯანდაცვამ ეს რო შეძლოს, თავისთავად უნდა შეინახოს. ეს თავისთავად ნიშნავს მოგების იმას, რომ ამ სფერომ უნდა ნახოს რაღაცა მოგება. და აი აქ არის ძალიან რთული არის ამ ბალანსის დაცვა. შეიძლება რთული არ არის, მაგრამ საერთოდ ბალანსი უნდა იყოს პაციენტის უფლებებსა და აი ამ მოგების რაოდენობასთან, თუ როგორ თქვა, არ ვიცი. უფრო კაფეო რო იყოს, რის თქმა მინდა, მე მოვიყვან ბატონ კარდიოქირურგის ბატონ ნიკა ვაშაყმაძის საქმეს. მე მგონი ყველა მიცით რა მოხდა ბატონ ნიკასთან დაკავშირებით, ამ ადამიანს, რომელსაც აქვს უმაღლესი კვალიფიკაცია და გერმანული გამოცდილება, თავისმა ადმინისტრაციამ მოსთხოვა უფრო მეტი კარდიოქირურგიული ოპერაციების ჩატარება. საუბარია აორტოკორონარულ შუნტირებაზე, რომელიც მართლა ძალიან რთული ოპერაციაა. ბატონ ნიკა ამბობს, რომ საქართველოში ორჯერ უფრო მეტი ოპერაცია კეთდება, ვიდრე საჭიროა. ეს რას ნიშნავს? აი ეს არის დაკავშირებული ორ ცუდ რამესთან, ორ დიდ პრობლემასთან. ერთი ადამიანს უკეთდება ოპერაცია, რომელიც მას არ სჭირდება და ნებისმიერი ოპერაცია, კარდიოქირურგიული ოპერაცია კი არა, უბრალოდ ჩირგროვის გახსნაც კი შეიძლება დაკავშირებული იყოს რაღაც მოსალოდნელ თუ მოულოდნელ რისკებთან. ეს ერთი და მეორე, ეს ნიშნავს, რომ თვითონ ეს ადამიანი თუ სახელმწიფო და ამას არ აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფო იხდის ამ თანხას, ამ ოპერაციის თანხას თუ ადამიანი, საბოლოო ჯამში ჩვენ ვიხდით ამ თანხას, იხარჯება სრულიად არასწორად, ხო მართალია? იმდენი თუ მართლა და მართლაც ასეა, როგორც ჩანს, ამ ოპერაციების ნახევარი, რომელიც ძალიან ძვირი ღირს უკეთდება ისეთ ადამიანებს, ვისაც ეს ოპერაცია არ სჭირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს თანხა აკლდება სხვა ადამიანებს, რომელსაც აქვს სხვა სამედიცინო, მაგრამ აუცილებელი სამედიცინო მოთხოვნილებები. ეს არის და მე იცით როგორ არის პრობლემა რა არის, რომ აი როცა ბატონ ნიკა შეეჯახა ამ პრობლემას და თქვა, რომ მე არ გავაკეთებ, არა, თქვენ მე ამას ვთხოვთ, მაგრამ ეს უკანონობაა და მე ამაზე არ წავალ. მაშინ რა გააკეთა ადმინისტრაციამ და სისტემამ? გაუშვა ის სამსახურიდან და ეხლა ეს უმაღლესი კვალიფიკაციის ადამიანი იძულებულია დაუბრუნდეს გერმანიაში და მე არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, მე არ მინდა ისეთი ჯანდაცვა, რომელიც ასე უსამართლოდ ექცევა ადამიანებს, რომელიც უცხოეთიდან თავისნებით ჩამოსულ ადამიანს აიძულებს, რომ ისე უცხოეთში ეძებოს თავის პროფესიის ეძებოს, როგორ ვთქვა, ისე უცხოეთში დაბრუნდეს. ეს ერთი პრობლემაა ძალიან დიდი. მეორე პრობლემაა ჩვენ ხელფასები, ჩვენ სფეროში დასაქმებული ადამიანების ხელფასები. ჩვენ საუბრობდით წინასწარ, ძალიან ბევრი არის ახლა მდიდარი ექიმი და ზოგიერთი ექიმი მართლა ძალიან ბევრს მუშაობს, მაღალი კვალიფიკაცია აქვს და სწორი ანაზღაურება აქვს, მაგრამ არიან ისეთი ექიმების, რომლებიც სწორედ აი ესეთი მსგავსი სქემების შედეგად გამდიდრდნენ. მე ვიცნობ ისეთ ექთანს, რომელიც ძალიან რთულ საქმეს აკეთებს. პასუხისმგებელია ვაქცინაციებზე და თვეში 500 ლარსაც არღებულობს ხელფასს და ეს მარტო დამქირავებლების პრობლემა არა, ეს დაქირავებლების პრობლემაც არის, იმიტომ რომ ჩვენმა ადამიანებმა ჩვენ ყველა უნდა ვიცოდეთ ჩვენი საკუთარი უფლებების დაცვა. იმიტომ რომ თუ ჩვენ საკუთარ უფლებებს ვერ დავიცავთ, მაშინ სხვის უფლებებსაც ვერ დავიცავთ და სახელმწიფოს უფლებებსაც ვერ დავიცავთ. უკლედ ჯანდაცვაში ძალიან ბევრი პრობლემაა. არ მოგაწყენ თავს, ერთ-ერთი ძალიან დიდი პრობლემა, მესამე ეს არის ეგრეთ წოდებული, სხვანაირად ვერ ვიტყვი მე ამას, ეს ნამდვილად არის ვაჭრობა წამლებით, როცა ადამიანს უნიშნავენ ძალიან ზვირიან წამლს, რომელიც მას არ სჭირდება. და ამით მოგებას ნახულობს მარტო ის კომპანია, რომელიც ამ წამალს ყიდის ამ ბაზარზე და თვითონ ექიმის, რომელიღაც ან რაღაც წილს იღებს ამ წამლის გაყიდვიდან, ან რაღაც სადღაც უცხოეთში თუ საქართველოში დასვენების უფლებას ამ კომპანიის და ამ თანხის ხარჯზე.
მოკლედ ძალიან რთული ამბავია ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის ყველაფერი მოგვარებადი. იმიტომ რომ თუ იქნება სახელმწიფოს ნება, მაშინ არაფერი არ არის ისეთი, რომ ადამიანებმა ვერ შეძლონ ამ პრობლემების მოგვარება. ახლა რაც შეეხება თვითონ აი ამ ბრძოლას, რაც თქვენ დაიწყეთ, ხომ? ნამდვილად ხა მანამდე საუბრობ 14 წელია ეს ჩვენი მთავრობა, ჩვენი ათო სხვისია, მაგრამ ნუ მთავრობა მაინც არის ხელისუფლებაში და ნებისმიერი მთავრობა, რაც არ უნდა კარგი მთავრობა იყოს, აი ამ დიდი ხნის განმავლობაში, როცა არის ძალაუფლებაში. მისი მთავარი მიზანი რჩება, რომ ის მუდმივად დარჩეს ძალაუფლებაში. მას უკვე აღარ აინტერესებს რა, არც ხალხის ბედი, არც სახელმწიფოს ბედი, ამიტომ მე თქვენ და ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ამ ბრძოლაშია ჩართული, გისურვებთ წარმატებას. ქვეყნის საკეთილდღეოდ. დიდება საქართველოს და ბრძოლა ბოლომდე.